საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22,000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მიუმატებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3 მაგი და 4 მაგიც არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50,000-მდე აბორტი ასეთი კეთდება, რაც რიცხვს ვღებულობთ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში ყოველ წელს მიმდინარეობს 50,000 დაახლოებით. წელიწადში 50-55,000 ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა, რაოდენიც რიცხობრივად. აი ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის მკვლელობა. დედის მუცელში. და აი ესეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა არღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვით განადგურების რეჟიმში იმყოფება. და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამით ღმერთს ვეუბნევით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. და ჩნდება ეს კითხვები. ვართ კი ბრძოლის უნარიანო ვართ კი და არის თუ არა ჩვენში ეს ბრძოლის უნარიანობა, სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. აი როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებას და სიკვდილსაც, ასევე სულიერი კანონებიც არსებობს. და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას და სულიერ განადგურებას და სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. აი ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. და რა არის გამოსავალი ამის? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში. რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ემბრიონი ჩასახული ეს არის ადამიანი. და რომ ადამიანის მოკლა ეს არ შეიძლება. და საკუთარი შვილის ამ გზით ბოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია. ამ ხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი. და ბევრ ქვეყანაში არის მეტნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ ჩვენ ალბათ დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე. ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ.
დაუტარებენ ასეთ საუბრებს. თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველ მხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა, ამაზეცაა საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს. ეს ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს. ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც გათანის ქართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს კაცს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას და გაძლიერებას.